მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. ჩემს გაბრძანებულ და ბედნიერ სახეზე შეატყობთ, რომ ტელეფონი დავიბრუნე. მართლა არ მიჯერა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არ არსებობს ახლა დედამიწის ზურგზე. ზუსტად მაშინ, როცა აღარაფრის იმედი აღარ მქონდა, ჩემი ტელეფონი დამიბრუნეს. დამიბრუნეს არა, სერგო მიპოვა. მოკლედ, ყველაფერს აგიხსნით დაწვრილებით, მოგიყვებით, თუ როგორ მომპარეს და როგორ დავიბრუნე. თან ავალაგებ ჩემს ნაძვის ხეს და საშობაო დეკორაციას და თან მოგიყვებით ყველაფერს, მოკლედ დაუჯერებელი ისტორია აქვს ამ ტელეფონს. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. უამრავი კარგი კომენტარი დაიწერა ჩემი ვიდეოს ქვეშ, უამრავი პირადი შეტყობინება მივიღე და თითქმის ყველას გაუკვირდა, განსაკუთრებით ვინც გერმანიაში ცხოვრობს, რადგან ძალიან თავისუფლად გადავადგილდებით და გასაკვირი იყო რაიმეს მოპარვა, განსაკუთრებით ტელეფონისაც. პირადად ჩემთვისაც გასაკვირი იყო, მართლა არასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთი რამ დამემართებოდა და მოკლედ რაც მოხდა, მოხდა. ყველაფერი დაიწყო გულებიანი ბაზით, მაღაზია ბოლფორტში, ვნახე ინტერნეტში, რომ ჰქონდათ ულამაზესი გულებიანი ბაზა, რომელიც ძალიან მომეწონა და რამოდენიმე დღე მივდიოდი მაგ მაღაზიაში, რომ შემეძინა ეს გულებიანი ბაზა, რადგან ვიცი, რომ ლიმიტირებული კოლექცია ყოველთვის ვალენტინობის დეკორაცია და ვშიშობდი, რომ არ შემხვდებოდა. მოკლედ, რამოდენიმეჯერ რომ ვიყავი, არ იყო ადგილზე, რადგან ჯერ კიდევ საშობაო კოლექცია იდო და ადგილი არ ჰქონდათ, რომ გამოეტანათ და ჩვენი ქორწინების 15 წლის თავზე სერგო სამსახურიდან რომ მოვიდა, მომიტანა უზარმაზარი ბუკეტი ყვავილების, რომ დავინახე, გავიფიქრე, რომ ძალიან მოუხდებოდა იმ ბაზას ეს ჩემი ყვავილები და უცებ არც დავფიქრებულ ვარ, ისე გადავიცვი, ავიყვანი ბავშვი და წავედი მაღაზიაში ვაზის სანახავად. რა თქმა უნდა, ვაზა იყო, რამაც ძალიან გამახარა, ვაზა ვიყიდე და ასევე ჰქონდათ მინუს 75% კიდევ საშობაო კოლექციაზე და ყველაფერი იყო თითქმის კაპიკებში. მართლა თითქმის კაპიკებში, ყველაფერი 50-20 ცენტი და მოკლედ ევრომდე ღირდა ნივთები, რომლებიც აქამდე 15 და 20 евро ღირდა. ვინც არ იცით, ჩემი ჰობია სახლის დეკორაცია წელიწადის დროების და დღესასწაულების მიხედვით, იმ დონეზე მაქვს უკვე ეს სპეციალობა გათვისებული, რომ რაიმე ნივთს თუ შევხედავ, უკვე ვიცი სად, რომელ კომპოზიციაში შემიძლია რომ გამოვიყენო. ასე რომ ხშირად დავდივარ ფასდაკლებებზე და ვყიდულობ სხვადასხვა დეკორაციას და ვიყენებ ასევე სხვადასხვა დეკორაციაშიც. ხშირად ვყიდულობ საშობაო დეკორაციიდან ნივთებს და შემდეგ ვსვავ ვალენტინობის დეკორაციაში, რადგან იდეალურად ჯდება, წითელი ფერები ბევრი ურევია საშობაო დეკორაციას, ბანტები და ასე შემდეგ, რაც ძალიან უხდება თებერვლის დეკორაციას. მოკლედ, თავი რომ აღარ აგატკიოთ, მე რაღაცეები ავიღე, გადავიხადე და ველოდებოდი ჩემს მულს, რომელიც ახლო-მახლო იყო და ასევე მოდიოდა ამ მაღაზიაში. მოკლედ, ჩემი მული რომ მოვიდა, ტელეფონზე ვეკონტაქტებოდით, რომ დავინახე შემოვიდა მაღაზიაში, ვუთხარი კიდეც რომ დაგინახე, გავთიშე ტელეფონი, ჩავიდე ჯიბეში და მას შემდეგ არა მომიღია. ჩემი მული რომ მოვიდა, მე და ჩემი მული ერთმანეთში რუსულ ენაზე ვლაპარაკობთ და სანამ მოვიდოდა, შევამჩნიე, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭის, სადღაც 15-16 წლის 3-4 ბიჭი დადიოდნენ ერთად აქეთ-იქით, რომლებიც ასევე რუსულად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია რაზე ლაპარაკობდნენ, უბრალოდ ენა გავიგე და მივხვდი, რომ რუსულად მოლაპარაკები იყვნენ. ოღონდ
არავის არ ვაკნინებ, არც ერთ ეროვნებას არ ვაკნინებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსები არ იყვნენ. ჩემი მული რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ ეს ბიჭები, რომლებიც ახლო-მახლო დადიოდნენ, რუსულად ლაპარაკობენ თქო და ამ ბიჭებს რომ დაინახავ, ქართულად მითხარი თუ რამეს მეუბნები, რადგან არ მინდოდა რომ გაიგოთ რაზე ვლაპარაკობთ. მაინც ახალგაზრდა ბიჭები არიან, ჩვენ ქალები ვართ, რა ვიქნებ, რა მითხრას ისეთი, რომ შემდეგ ვინმესი დასაცინი არ გავხდეთ მოკლედ. შემდეგ ჩემმა მულმაც რომ აიღო რაღაცეები, გამოვედით, გადაიხადა, გამოვედით გარეთ და შევამჩნია, რომ ტელეფონი აღარ მაქვს. ეგრევე მივხვდი, რომ მომპარეს, რადგან ტელეფონი არა მომიღია, ეგრევე გავაგებინე მაღაზიაში კონსულტანტებსაც. თვითონაც დაიწყეს ძებნა, რომ იქნებ სადმე ხო არ დადეო, ან სადმე ხომ არ დაგრჩაო, გამოაცხადეს, რომ ტელეფონია დაკარგული, მოკლედ მთელი აურზაურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯიბიდან ამომაცალეს, რადგან არა მომიღია ჯიბიდან ტელეფონი და სანამ სახლში მოვედი, სერგო წავიდა უკვე განცხადება შეიტანა პოლიციაში. მოკლედ ბოლოს რომ გავანალიზეთ რა მოხდა, რამე საეჭვო ხომ არ იყო, ან ვინმე საეჭვო ხომ არ დადიოდა, მივხვდით, რომ ეს ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები ძალიან ხშირად იყვნენ ახლო-მახლოს, რადგან ჩვენ თითქმის სულ ქართულად ვლაპარაკობდით ერთმანეთში. ბიჭები რომ გადიოდნენ, ვიწყებდით ისევ რუსულად, ჩვენთვის არ არის ეს პრობლემა ენიდან ენაზე გადასვლა, ამიტომ არ გვქონია არანაირი პრობლემა და თავისუფლად გადავდიოდით რუსულიდან ქართულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ამ ბავშვების გაკეთებული იყო, რადგან ძალიან ახლოს იყვნენ, აი მართლა ძალიან ახლოს, იმ დონეზე, რომ ჩემმა მულმა ერთხელ კითხა კიდეც, რომ აქ ხომ არ გიშლით რამეში ხელს, ხომ არ გავიწიო, ან იქნებ რაიმეს აღება უნდოდათ და არაო, ჩვეულებრივ გაიარეს. ეს შემდეგ რომ დავიწყე უკვე გაანალიზება, მაშინ მახსენდებოდა თან ცოტა უცნაურია ფასდაკლებების განყოფილებაში, დეკორაციის მაღაზიაში 15-16 წლის ბიჭები რომ ტრიალებდნენ, თან ისე გავიდნენ, რომ არაფერი უყიდიათ. მოკლედ ცოტა საეჭვო იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვებმა გააკეთეს. მხოლოდ იმის მეშინოდა, რომ ტელეფონი არ დაეზიანებინათ, არ გაეტეხათ, რადგან დაბლოკვის შემდეგ მისი გამოყენება შეუძლებელია. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა ეს საუბარი, ბოლოს ტელეფონი იყო ქალაქის მეორე მხარეს, მერიის შენობაში, რატხაუსის საფოსტო ყუთში ჩაეგდოთ ტელეფონი და სერგოს რომ არ დაერეკა შემთხვევით და არ ეთქვა, რომ ტელეფონი მომპარეს, ალბათ ვერც ვიპოვიდით ვერასდროს, იქ უთხრეს, რომ გუშინ საფოსტო ყუთში ჩაგვიგდეს რომელიღაც ტელეფონი და მოდით შეამოწმეთ თქვენია თუ არაო. მოკლედ ტელეფონს არ ჰქონდა სიმბარათი, რამოდენიმე დღე არ ვიცი, ალბათ აწვალებდნენ, თამაშობდნენ, რადგან ტელეფონი იყო ბოლომდე დამჯდარი და როგორც უკვე გითხარით, დავუკავშირდით Samsung-ის ცენტრს და 3 დღის შემდეგ Samsung-ის ცენტრმა მთლიანად დაბლოკა ტელეფონი, თურმე დაბლოკვის შემდეგ ტელეფონი გადადის განგაშის რეჟიმზე, ანათებს წითლად ყვირის ტელეფონი და ზედწერია, რომ ეს ტელეფონი არის დაკარგული, სასწრაფოდ გადაეცით ახლო მდებარე სამართალდამცველებს, როგორც ჩანს ბავშვებს შეეშინდათ, არ იცოდნენ რა ეკნათ და მერიის საფოსტო ყუთში ჩაეგდოთ. კიდევ კარგი რომ იქ ჩააგდეს და წყალში არ მოისროლეს, ან არ დალეწეს და არ დაამტვრიეს. სულ ეს იყო, მიხარია რომ ეს ისტორია ასე კარგად დამთავრდა, ახლა დამრჩა მხოლოდ სიმბარათის აღდგენა და ლამაზი უამრავი ვიდეოს გადაღება თქვენთვის. გაჩვენებთ ნივთებს, რომლებიც შევიძინე შემდეგი დეკორაციისთვის და შემდეგ ვიდეოში უკვე ერთად მოვთოთ სახლი, ასევე
ყავის კუთხე, რომელსაც ყოველ სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. აქედან თითქმის ყველაფერი არის საშობაო კოლექციიდან, ხოლო რამოდენიმე არის ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. დავიწყოთ აქედან, ეს გაქვთ ნანახი ჩემს წინა ვლოგებში. ეს არის საახალწლო კოლექციიდან, არის დიდი ხელსახოცები, რომლებსაც ბანტი ახატია და ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება თებერვლისთვის. ასევე ეს არის ღრუბლები, ჭურჭლის ღრუბელი, გულის ფორმის და გულის ფორმის არა და ვარდისფერი ხელსახოცები, ასევე სამზარეულოსთვის. ეს სამივე ერთად იყო, ერთი კოლექციიდან არის. ეს არის გულის ფორმის მაკაღონები და ვფიქრობ, რომ წელს ყავის კუთხეს გავაფორმებ კანფეტებით და ნამცხრებით, ამის გამო შევიძინე ასეთი კანფეტები. ეს არის ნაძვის ხეზე დასაკიდი და ასევე ეს მაფინიც არის ნაძვის ხეზე დასაკიდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ულამაზესი იქნება ასე ყავის კუთხესთან. ასევე ეს მანათობლები ყავის კუთხისთვის, რომლებსაც აქვთ ჩუპა-ჩუპსის ფორმა. ღირდა 6 евро და მე შევიძინე 55 ცენტად. ეს არის გულის ფორმის გირლიანდა, არ ვიცი ქართულად გირლიანდა როგორ არის, გერმანულად გირლიანდა. არის ასეთი ულამაზესი. თავიდან ვფიქრობდი, რომ მე გამეკეთებინა ასეთი რამ, შემდეგ ვნახე მაღაზია ექშენში და ძალიან გამიხარდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სასურველი ფერები, მაინც ულამაზესია. ასეთის გაკეთებას ვაპირებდი მე თვითონ წითელი გულებისგან და მინდა რომ აი აქ დავკიდო, ასევე ჩემს საძინებელში, სამზარეულოში და ოთახებში, მოკლედ ვფიქრობ, რომ ფარდასთან იქნება ულამაზესი. იდეალური იქნებოდა წითელი ფერის, მაგრამ რაც არის, ეს არის. ასევე ეს სტენდი ნამცხრებით, ეს შევიძინე მაღაზია ტეკამაქსში. ტეკამაქსში ყოველთვის ულამაზესი დეკორაცია იყიდება და გამიმართლა, რომ დეფექტი ჰქონდა და შემხვდა, თორე ვფიქრობ, რომ არ შემხვდებოდა. როგორც კი მოაქვთ ლამაზი რაღაცები, ეგრევე იყიდება ტეკამაქსში. არ ვიცი ჩვენთან ასეა და სხვაგან როგორ არის, მართლა არ ვიცი. გულის ფორმის თებშებს ვეძებ უკვე რამდენი ხანია. იყო ტეკამაქსში, ვნახე ინტერნეტში რომ ჰქონდათ და სანამ წავედი აღარ იყო, მოკლედ კიდევ ვეძებ სასურველი გულის ფორმის თებშებს. შემდეგი არის ეს უზარმაზარი სახლუკა, სახლუკაც არ არის, ეს არის სასახლუკა. აქვს დეფექტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმდენად ეს დეფექტი არ ჩანს, თან აი რასაც ქვია კაპიკებში ვიყიდე, თუ არ ვცდები 20 ცენტი არის, მაქვს ამაში გადახდილი და თან ანათებს ერთი წუთით თუ აქვს შიგნით ელემენტი არის. ასე ანათებს, ჰქონდა აი ესენი გაფორმებით, მოვხსენი და ვფიქრობ, რომ გულებით გავაფორმებ, მგონია, რომ იდეალურია ვალენტინობისთვის ეს სახლუკა. ამის გარდა მაქვს კიდევ უამრავი სახლუკები, რომლებიც დაბლას არ დაფშია და შემდეგი ვიდეოსთვის ამოვიტან აუცილებლად. ეს გულის ფორმის მანათობელი, ესა მაქვს 2 და ასევე არის ძალიან ლამაზი, ესეც არის საშობაო კოლექციიდან. ჰქონდათ კიდევ ვარსკვლავები, ნაძვები და ასე შემდეგ. მე გულები ავიღე, რადგან გულები მჭირდებოდა. შემდეგი არის ეს მაგნატუნა წითელი ფერის და
მაგნატუნაც არის სიყვარულის ისტორია, ასე რომ იდეალურად ჩნდება ჩემს დეკორაციაში. ეს ეტაჟერი, რომელსაც აქვს ნაძვის ფორმა და აუცილებლად დავორთავ ფოტოებს თუ როგორ ის გაკეთებას ვაპირებ, მსგავს ეტაჟერს ხისას დიდი ხანია ვეძებ და მოკლედ შემხვდა ეს. არაუშავს ვფიქრობ, რომ გაფორმების შემდეგ არ დაეტყობა, რომ არის ნაძვის ფორმის. და ბოლოს გაჩვენებთ ამ ვაზას. ეს ვაზა არის დამნაშავე ვაზა, მაგრამ ულამაზესია და ძალიან მომწონს. აი, მართლა ძალიან ლამაზია. მეგონა რომ ეს ვაზა შემზესხდებოდა, არ ვიცი, და გადავაგდებდი ალბათ, მაგრამ ძალიან მომწონს და მართლა ძალიან ლამაზია. მიხარია რომ შემხვდა, ეს მაინც შემხვდა. რადგან ვალენტინობის დეკორაცია არის ყოველთვის ლიმიტირებული, არის ცოტა და იშვიათად თუ რაიმეს გამოჰკრავს ადამიანი ხელი, როგორც იტყვიან. ღამოს მოვამზადე იასამნისფერი კომბოსტოს სალათა. ამ კვირაში ამ სალათას უკვე მეორედ ვამზადებ. მზადდება უმარტივესად და არის უგემრიელესი. დაგჭირდება მხოლოდ იასამნისფერი კომბოსტო და მოხუდო. ვჭრი ასეთი ბოსტნეული საჭრელი, სცადეთ აუცილებლად, ძალიან წვრილად იჭრება და ადვილად. დავამატე შემდეგ მოხუდო, ახლა მოვამზადოთ соуსი. соусისთვის ავიღე 1 სუფრის კოვზი ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ძმარი და 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი. არ იგრძნობა არც მდოგვი და არც თაფლი სალათაში. სასწაულად გემრიელი სალათა გამოდის, აუცილებლად სცადეთ და იდეალურია მათთვის, ვინც დიეტაზეა და წონაში იკლებს. მოკლედ შეგიძლიათ რომ საღამოსაც მიირთვათ ეს სალათა. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.